მოირგეთ სამეფო კარის წევრის როლი. ძალაუფლების 58 კანონის 24 კანონი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არქი Reverse Monday და დღეს განვაგრძობთ რობერტ გრინის ძალიან საინტერესო და სასარგებლო წიგნის კითხვას ძალაუფლების შესახებ. კანონის ფორმულირება. სამეფო კარის დახვეწილი წევრისთვის იდეალურია გარემო, რომელშიც ყველაფერი ძალაუფლებისა და პოლიტიკური ოსტატობის გარშემო ტრიალებს. მან აითვისა ქარაგმებით საუბარი, ბლიქვნელობს უფროსის წინაშე, ყოველთვის დამცმობია და სხვებზე საკუთარ ძალაუფლებას ყველაზე ირიბი და დახვეწილი ხერხებით ახორციელებს. ცხოვრებაში გამოიყენეთ კარისკაცთა წრეში მიღებული წესები და თქვენს ზე ასვლას სამეფო კარზე საზღვარი არ ექნება. და სხვათა შორის სამეფო კარის წევრის როლი არის იგივე, რაც ყმა, რომელიც განვიხილეთ 23 კანონში, სადაც გვეუბნებიან, რომ მაღარო არის მეფე, ანუ შენი უფროსი და ყმა როგორც წესი თუ არის აი ამ კანონების დამცავი და მიმყოლი, ცხოვრობს შეიძლება მეფეზე უკეთ ან არა ნაკლებად და ნამდვილად ჩემი სამსახურიდან აი ძალიან მკაფიოდ ვხედავ ადამიანს, რომელიც იყო ზუსტად აი სამეფო კარის წევრი, იმიტომ რომ სამსახურში იგივე თამაშები არის, რაც იყო როდესაც სამეფო კარზე და დღეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში, იმიტომ რომ ორ ადამიანზე მეტი სადაც არის შეუძლებელია, რომ ამ წიგნის ფსიქოლოგია და მაგალითები არ ვრცელდებოდეს, იმიტომ რომ მესამეს უკვე ლიდერობა უნდა და იქ სადაც ლიდერობაა ძალაუფლებისკენ მიმავალი გზაც ჩნდება. მოკლედ, იყო ადამიანი, რომელიც იყო დახვეწილი, ზრდილობიანი, არასდროს ბევრს არ ელაპარაკობდა, პირიქით ყველას უსმენდა. უფროსის წინაშე რაც არ უნდა უფროს დავალება მიეცა, რა ვადაც არ უნდა ყოფილიყო, როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო, როგორი არასაჭიროც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის იყო თანხმობა. იყო მლიქვნელობაც, მაგრამ შეფარული, არაპირდაპირი, არაგამაღიზიანებელი და ასევე შენც გაიძულებდა, რომ გაგეკეთებინა ის, რაც მან თავისავზე აიღო, ანუ ის ვალდებულებები და დავალებები, ისე რომ უარს ვერ ეტყოდი, ძალიან დახვეწილად, არ გსტრესავდა, ანუ ფაქტობრივად გაიძულებდაც არ შეიძლება, რომ სიტყვა გამოვიყენოთ, უფრო ვალდებულს ხდიდა, თანამონაწილეს ხდიდა ამ ყველაფრის და რაღაცნაირად შენც გინდებოდა, რომ ესე ვთქვათ, გაგეკეთებინა და ამ სამეფო კარის მონაწილე ყოფილიყავი და რაღაცა საერთო დოვლეთი შეგექმნათ და აი ეხლა რომ ვუკვირდები ეს ადამიანი ან გაიზარდა ისე რომ 48 კანონივე ასწავლეს სახლში და მისი ფსიქიკის სისტემა ასე იყო აწყობილი. ან არ ვიცი, წაიკითხა ადრე და კარგად გამოიყენა სამსახურში, იმიტომ რომ აი ყველა კანონზე ეს ადამიანი მახსენდება რა, აი წამოვალ ეს ადამიანი მახსენდება, რომ აი ამ ყველაფერს იცავდა და დამიჯერეთ მისი უნარების, ნიჭის, არ ვიცი, ყველაფრის ფონზე, ხო? ანუ არაფრით არ იყო გამორჩეული, არც გენიოსი იყო, არც სუპერშრომის მოყვარე, არც რაღაცა ყველაზე კომუნიკაციის უნარიც არ ჰქონდა, ანუ არ იყო რამით გამორჩეული, მაგრამ აი ეს ძალაუფლების კანონები ძალიან კარგად ჰქონდა გათავისებული, ტოპზე ტოპში წავიდა და ნამდვილად თუ ავიღებთ დამფუძნებლის ცხოვრებას, მასავით თუ არა სადღაც იქვე ცხოვრობს და ძალიან ბევრ ქარცეცხლს გაუძლო, მოკლედ ამ ადამიანმა მოინელა ყველა დიდი ბუმბერაზი, ვინც იყო იმ კომპანიაში და დარწმუნებული ვარ თვითონ კიდევ იქ არის. მოკლედ, სამეფო კარის საზოგადოება
ის ფაქტი, რომ ძალაუფლების გარშემო თავისთავად ყალიბდება სამეფო კარის საზოგადოება, ადამიანის ბუნების არსით აიხსნება. სამეფო კარი მმართველს ბევრნაირად ეხმარება, თუმცა უმთავრესი ფუნქცია მმართველის განდიდებაა, მისთვის ერთგვარი მინიატურული სამყაროს შეთავაზებაა, ისეთი სამყაროსი, რომლის ბინადრები 9 ტყავს იზრობენ, ოღონდ კი მმართველს თავი მოაწონონ და თუ გახსოვთ, მე-13 კანონი იყო ამ წიგნის, სადაც ავტორი გვეუბნება, რომ როდესაც ვიღაცას დახმარებას თხოვთ, არასდროს არ თხოვოთ არაფრის სანაცვლოდ. ყველაზე მდიდარ და ძალაუფლებიან ადამიანსაც აქვს საჭიროება აღიარების, რეპუტაციის გაზრდის, განდიდების და ეს საჭიროება დაუკმაყოფილეთო და მართლაც ასეა, აი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან დოვლეთში და სიმდიდრეში ცხოვრებ უფროს მენეჯერს, დამფუძნებელს რა უნდა, ხო, მაგრამ უნდა რომ იყოს განდიდებული. და ეს კარგად დავიმახსოვრეთ და ამიტომ ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს, რომ მის გარშემო ესეთი ბაბლი თუ ვაკუუმი შეიქმნას, როგორც წესი, მის მიერ არის ხოლმე ყოველთვის ძალიან დაფასებული. წარმატებული სამეფო კარის წევრის ცხოვრება თოგზე აკრობატის ცეკვას გავდაო. მმართველის გული უნდა მოეგო, მაგრამ არ უნდა გადაემლაშებინა. დამორჩილებოდა, მაგრამ სხვებისგან გამორჩეული. ამ თვალსაზრისით არ უნდა ყოფილიყო. ამასთან ისეთი გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო, რომ მმართველისთვის თავი უხერხულად ეგზნობინებინა. ანუ აქ რაზე არის იცით საუბარი ჩემი აზრით. ანუ რაცა ჩვენ ვიჩვევთ დამსაქმებელს, ან მმართველს, ან მფარველ ძროხას, ხო, როგორც წინა თავშია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ იმის მიხედვით, მეტნაკლებად ეს სივრცე და ადამიანი ჩვენი ღირებულებების მატარებელია თუ არა. მაგალითად, როცა შენ მფარველად და დამსაქმებლად ირჩევ კორუმპირებულ ადამიანს, შენ იქ ვერ დაიწყებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ანუ მმართველი როგორიც არის, შენც ხარ მინიმე ვარიანტი მმართველის. შენც პატარა კორუმპირებული ხდები. და თუ გადაამლაშე და მასზე მეტი კორუმპირებული გახდი, მანდ უკვე პრობლემები შეგექმნება და აუცილებლად გაგანადგურებენ. ანუ რისი თქმა მინდა, რომ შენ ხარ შენი მმართველის ანარეკლი სარკეში, ოღონდ უფრო პატარა. აი, ძალიან კარგად მევსენდება ჩემს ერთ-ერთ სამსახურში დამფუძნებელი იყო ვეგანი და არ სვამდა ალკოჰოლს. და ვინც იყო, ესე ვთქვათ, leadership team-ში, მმართველ გუნდში, აი ვირუსივით იყო. ან ყველა ვეგეტარიანელი იყო, ან უკვე ვეგანობაზე გადადიოდნენ, ან ჭამდნენ ჩუმად ხორცს და ვითომ არ ჭამდნენ. ყველა ცდილობდა ებრძოდა ალკოჰოლს, ან საერთო შეკრება თუ იყო იმის დასანახად არ დალევდნენ. რისი თქმა მინდა, რომ ცდილობდნენ მიმიკა გაეკეთებინათ მისი. მაგრამ მასზე მეტი ვეგანი იქ არავინ არ იყო. და მასზე მეტი იოგი იქ არავინ არ იყო. არ უნდა დაჯაბნო, არ უნდა აჯობო მაგაში. ამიტომ ყოველთვის, როცა მაგალითად დამსაქმებელი არის კომპანია, გადახედეთ რა არის მისი მისია, რა ღირებულებები აქვს ხო კომპანიას, რისთვის მუშაობთ, ვისთვის მუშაობთ, რა უნდა გააკეთოთ და მე მაგალითად რატომაც ჩემი ყველაზე სტაბილური და დღემდე საყვარელი და ისეთი კარგი სამსახურიდან წამოვედი, იყო ის, რომ ეს კომპანია იყო თამბაქოს მწარმოებელი კომპანია, მე იქ ვიყავი კორპორატიული იურისტი, ეს იყო ძალიან ისეთი, როგორ ვთქვა, სტაბილური, ზრდის პერსპექტივით, სხვადასხვა ქვეყანაში სიარულის პერსპექტივით, გადასვლით, ანუ ამ ყველაფრის მქონე კომპანია, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ თანამონაწილე ვიყავი იმის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა გაუარესებული იყო და აღარ მოდიოდა ეს ჩემთან
თანხვედრაში, როცა გაცნობიერებული ვიყავი უკვე და წამოვედი ამ სამსახურიდან. აქედან გამომდინარე, თუ ჩემსავით თამბაქოს კომპანიაში იწყებთ მუშაობას, ან არა აქვს მნიშვნელობა კომპანიაში, რომელიც არ არის თქვენთვის მისიონერული და თქვენ მოწოდებას არ ემსახურება, ნუ გექნებათ ესეთი მოლოდინი, რომ იქ თქვენ რამე შეცვლით. თქვენ რიცხვი ხართ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. რიცხვები არაფერს არ ცვლიან. ამგშლიან Excel-ის ფაილიდან და სამსახური დაკარგულია სიმართლეს რომ შევხედოთ თვალებში. ამიტომ მზად იყავით, სადაც მიდიხართ, იქაური ქუდი დაიხურეო, ხო, გამონათქვამი და ეს არის ძალიან ჩემი აზრით ძალიან ჭეშმარიტება ან სიმართლე. მოკლედ მართალია რა. სამეფო კარის პოლიტიკის კანონები, რომელიც დღეს ძალიან გამოგვედგება. თავი არიდეთ საკუთარი თავის აფიშირებას. ანუ ძალიან ბევრი არ ილაპარაკოთ საკუთარ თავზეო, ზედმეტი ყურადღება არ მიიპყროთო და აი იმ ადამიანის კონტექსტში განვიხილავ, ვიზეც ვსაუბრობდი ვიდეოს დასაწყისში. ყველაზე კარგი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ცხოვრობდა ქირით. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა, ჰქონდა რაღაც ძალიან საშუალო ფასიანი მანქანა, როცა კორპორატიულზე შეიძლება ყველა რაღაც სუპერ ვაუ რაღაცით მოსულიყო, ის მოვიდოდა რაღაცა აი ძალიან როგორ თქვა ყემამოსილი, ნუ აი ერთი და იგივე კოსტიუმი ეცვა, რა ვიცი, 6 წელი შეიძლება რა. ანუ არ კაშკაშებდა და არ გაგაღიზიანებდა იმით, რომ შეგშურებოდა და ეს როგორ ცხოვრობს და რაღაც პირიქით გეგონებოდა, რომ ამ ადამიანს ალბათ ჩვენში ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვს, როცა ეს ასე არ იყო. იყავით უდარდელიო, არასოდეს დაანახოთ სხვას, რომ უზომოდ ბევრს მუშაობ, თქვენი ნიჭი უნდა ჩანდეს, როგორც რაღაც ბუნებრივი ადვილი, ასეთ შემთხვევაში გენიოსად ჩაგვთვლიან. ეს კი უკეთესია, ვიდრე ვორკაჰოლიკად. სხვათა შორის, აქ ამ ნაწილში ძალიან უჭირდა, იმიტომ რომ იმდენად არ იყო გენიოსის მხარეს, რომ ყველა ხვდებოდით, რომ ძალიანაც ვორკაჰოლიკი იყო, მაგრამ ნუ საქმეს აკეთებდა შესაბამისად დამფუძნებელიც ოკეი იყო მის ვორკაჰოლიკობასთან. მლიქვნელობაში ზომიერება დაიცავით, ისწავლეთ არაპირდაპირი გზით მლიქვნელობა. მაგალითად, დააკნინეთ საკუთარი მიღწევები, ან ისე მოახერხეთ, რომ შემდგომი უკეთესად წარმოჩნდეს. ეს ძალიან კარგად გამოდიოდა და სხვათა შორის პირდაპირაც იყო ხოლმე მლიქვნელი, მაგრამ რაც ჰქონდა ისეთი ჭკვიანური იყო, რომ მლიქვნელი მარტო პირში კი არ იყო, ზურგს უკანაც იგივეს ამბობდა, ანუ მართლა აღფრთოვანებული იყო ჩემი აზრით ამ ადამიანით. ყოველ შემთხვევაში ესეც შავეჭილებას ტოვებდა, რომ აი დამფუძნებლით არის აღფრთოვანებული და მაგას ზურგს უკანაც ამბობდა და ნუ საერთო შეხვედრაზე შეიძლება ეთქვა, სადაც დამფუძნებელის ესწრებოდა და იმდანად გათავისებული ჰქონდა, რომ ეს იყო უკვე მისთვის ბუნებრივი, ესე ვთქვათ, მოვლენა, ამიტომ არ იყო გამაღიზიანებელი. იზრუნეთ, რომ შეგამჩნიანო. ნახე, აქ გვიწერია თავი არიდეთ საკუთარი თავის აფიშირებასო, მაგრამ აქ უფრო აფიშირებაში საუბარია აფიშირება და კაშკაში და იზრუნეთ, რომ შეგამჩნიანში არის ის, რომ უნდა შეგამჩნიო, რომ აკეთებ ფასეულ საქმეს, რომ ხარ ჩაუნაცვლებელი. უფრო საქმის კეთების კონტექსტში რომ გადავიტანოთ. სტილი და მეტყველება შეცვალეთ იმის მიხედვით, ვისთან გაქვთ საქმე. და ამაში ვეთანხმები, რომ რაღაცა იურისტების შეხვედრაზე საუბრობენ იურიდიული ტერმინოლოგიით, ექიმები რაღაც სამედიცინო ტერმინოლოგიით, ხო? მაგრამ იმის მიხედვით თუ რომელ სივრცეში ვართ, უნდა ვილაპარაკოთ იმ სივრცის შესაბამისად და ამ ადამიანს ძალიან კარგად შეეძლო ინვესტორებთან, ინვესტორების ენაზე საუბარი, თანამშრომლებთან, თანამშრომლების ენაზე საუბარი, დამფუძნებელთან, დამფუძნებლის ენაზე საუბარი და ნამდვილად რაღაცა ისეთი, აი ძალიან მოქნილი ნიღბები ქონდა და ძალიან მარტივად გადადიოდა ერთი ნიღბიდან მეორეში, ერთიდან მეორე როლში ხანდახან ვფიქრობდი, რომ ეს ის ადამიანია, ვინც თანამშრომლებთან ზარზე ასეთია,
და იქ ისეთია, მაგრამ აი ძალიან ქამელეონი იყო და ამით არაფერი არ დაუკარგავს ყოველ შემთხვევაში კარიერულად. არასდროს გახდეთ ცუდი ამბების მიმტანი. მეფე ბრძანებს დასაჯოს მაცნე, რომელმაც ცუდი ამბავი მიიტანა. ეს ბუნებრივად სიმართლე რო გითხრათ, მეც არ მიყვარს. არც მე მიყვარს რომ ატყობინებენ და არც მე მიყვარს რომ პირველი ვიყო ვისაც შევატყობინებ და ეხა არ მახსენდება ამ ადამიანისგან რომ რამე ესე ცუდი პირველად თვითონ ეთქვა, მაგრამ არ ვიცი ამას რამდენად ითვალისწინებდა, თუმცა ეჭვმეპარება რომ არა. იმიტომ რომ რაც აქამდე გავარჩიეთ, სულ ამ წიგნს მიყვებოდა. თქვენ სემდგომთან მეგობრობასა და სიახლოვეს ნუ გაამიშხავნეთ. მას არ სჭირდება მეგობარი ხელქვეითის ნაცვლად. მას ხელქვეითი სჭირდება და სულ რომ მეგობრობდეთო, მაინც არ ანახოთო ხალხშიო რომ მეგობრები ხართო და ეს ისეთი მკაცრად ჰქონდა დაცული ისე რომ აი გეგონებოდა იმ ზარის გარდა სხვა დროს არასდროს არ ულაპარაკიეთ და სხვათა შორის მაგას ძალიან ვაფასებდი და მომწონდა და ხვდებოდი რომ დამფუძნებელი ძალიან აფასებდა მაგ მომენტს რომ უხერხულობას არ ქმნიდა მათი სიახლოვიდან გამომდინარე. თქვენი შემდგომი პირდაპირ არასდროს გააკრიტიკოთო არც პირდაპირ, არც ირიბად, არც ზურგს უკან არ გააკრიტიკოთ. არავის არ აინტერესებს ჩვენი კრიტიკა, შეფასებები, აბა გამოასწორე, აბა ისქენ. იმიტომ რომ თავი ყველა შემდგომს გონია, რომ არის მეფესთან გაიგივებული და აქედან გამომდინარე შეგიძლია მიცე რჩევა, ძალიან შეფარული, ძილობიანი ფორმით, რაღაცა შენ გენაცვალეთი რა. ისიც თუ შესაძლებელია, რომ არ მიცეთ და ამით არაფერი არ დაინგრევა, ძალიან კარგი იქნება. არაფერი სთხოვეთ შემდგომს თქვენ სასარგებლოდ. აი ეს ძალიან კარგი იყო, კარგი ჩანაწერია, იმიტომ რომ ჩვენი დამფუძნებელი ვერ იტანდა, რომ ადამიანს ეთქვა, რომ აი ხელფასი მომიმატე რაღაცა რა. აი ვერ იტანდა მაგას. უნდა დალოდებოდი როდის თვითონ გადაწყვეტდა, მაგრამ იყო ძალიან ხელგაშლილი, ბევრი თანამშრომლის ოპერაცია, შვილის სწავლის ფული, აი ძალიან ბევრ ადამიანს გაუწოდა ხელი და მართლა კარგი ადამიანი იყო და არის, უბრალოდ აი ვერ იტანდა ამ პატარ-პატარა თხოვნებსაც რა, მაგრამ თუ გკითხავდა თვითონ, რომ აი რა გიჭირს, რამე ხო არ არის ისეთი რაშიც გჭირდება დახმარება, ეტყოდი დაგეხმარებოდა. ანუ ინიციატივა მისგან უნდა წამოსულიყო და არც მახსენდება, რომ მისთვის აი ამ მეორეს, ანუ ყმას რამე ეთხოვნა, იმიტომ რომ თხოვნა როგორც წესი მერე ხელშეკრულებაში უნდა ასახულიყო, რომ აი ეს თანხა ჩაირიცხება რაღაცა და გაიული და აუცილებლად ჩემ ხელში და ესეთი რაღაც არ შემხვედრია. არასოდეს დასცინოთ გარეგნულ იერს ან გემოვნებას, უფროსისას კი არა, არავისას არ უნდა დასცინოთ, ესე ვიტყოდი. ნუ იქცევით სამეფო კარის ცინიკოსად, გიხაროდეთ სხვების წარმატება, გულწრფელი იერით გაოცება და აღტაცების გამოხატვა, იშვიათი გადაშენების პირას მყოფი ტალანტია და ის დღემდე უაღრესად ფასობს. და აქ იგულისხმება, რომ ჩვენი კოლეგები, ჩვენს გუნდში მყოფი ადამიანები, დაქვემდებარებულები, წავახალისოთ, მართლა გაგვიხარდეს, ანუ არ უნდა ვიყოთ აი ის, ვინც თუნდაც პოზიტიურ ტოქსიკურობას ავრცელებს სამსახურში, იმიტომ რომ დამფუძნებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღის ბოლოს, რომ არ იყოს ტოქსიკურობა და მასთან დაახლოებული პირი არ ავრცელებდეს ამას. აქედან გამომდინარე, პრაგმატულიც კი არის, რომ დადებითი ადამიანები ვიყოთ და კორპორატიულ სამყაროში ძალიან ხშირად არის ხოლმე ხო ეს რაღაც 360 შეფასება, 3 თვეში ერთხელ შეფასება, 6 თვეში ერთხელ შეფასება. არ დაუჭეროთ მაგ ყველაფერს, არავინ არ წერს სიმართლეს, ვინც სიმართლეს წერს, იმას სამსახურიდან უშვებენ ხოლმე, მაგრამ საკუთარ თავს გვერდიდან დააკვირდით, განსაკუთრებით, როცა მნიშვნელოვან მოქმედებას გააკეთებთ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, რაღაცა მეილს გაგზავნით. აი გვერდიდან დააკვირდით, რომ რამდენად რაციონალური იყო, რამდენად იყო თქვენ მიზნებთან სინქრონიზებული, ხელშეკრულებით დაგეხმარებათ და როგორც წესი, სანამ გადადგამთ, მანამდე უნდა გააკეთოთ ეს საკუთარ თავზე დაკვირვება ხოლმე. მართეთ თქვენი ემოციები.
კარგი მსახიობის მსგავსად უნდა ისწავლოთ სიცილი და ტირილი, თითქოს შეკვეთით საჭირო დროს, უნდა შეგეძლოთ დამალოთ თქვენი მრისხანება და იმედ გაძრუება. შენ იღბოთ სიხარული და კმაყოფილება. ეს სამსახურში არა, ცხოვრებაში ძალიან კარგად გამოგადგებათ, რომ ზოგადად ემოციურად გაწონასწორებული ადამიანის თავისწილებას დავებდეთ. შეიძლება შიგნით იყოს რაღაცა ბობოქარი ტალღები, მაგრამ ამას გამოიტანთ გარეთ თქვენს ფიზიონომიაში და ნურც მოქმედებაში. ფეხი აუწყეთ დროს. თქვენი სულიერი მდგომარეობა და იმიჯი უნდა შეესატყვისებოდეს დროს. მაგალითად, თქვენ სამსახურში თუ დაიწყეს აქტიურად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, თქვენც დაიწყეთ. აღუდგებით, ესე ვთქვათ, გაუწევთ წინააღმდეგობას იმას, რასაც დრო მაინც მოიტანს და თან ისე მოიტანს, რომ წალეკავს ყველაფერს. ამიტომ ჯობს იმ ნავში იჯდეთ, რომელიც ამ წალეკვასთან ერთად გადარჩება, ვიდრე ის, ვინც სახელოვნად წინააღმდეგობას უწევდა და საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა, ხო? და იყავით სიამოვნების წყარო. ეს კრიტიკულად აუცილებელია, ადამიანური ბუნების კანონი გვაიძულებს ზურგი ვაქციოთ უსიამოვნესა ან საზიზღარს. ანუ რაღაცნაირად იყავით ფავორიტი. მარტო თქვენი დამფუძნებლის კი არა, არამედ ზოგადად კოლეგებისთვისაც მე არ გულისხმობ, რომ გადაბმული ურთიერთობები გქონდეთ და ერთმანეთს საერთოდ არ ჩამოშორდეთ და სულ ერთად იყოთ, მაგრამ იქნებით ის, ესე ვთქვათ, თანამშრომელი, რომელსაც არავინ არ პატიჟებს, ესე ვთქვათ, საღამოს, რომ გავიდნენ ბარში ან რაღაცა ფუთფუთებენ და ჭორაობენ, თქვენ თუ გადიხარ, მოდი სხვანაირად მოვიქცეთ. ანუ კი იყავით ახლოპირი თქვენი მფარველი ძროხისთვის, მაგრამ იქნებით მტერი თქვენი, ესე ვთქვათ, თანამშრომლებისთვის, თორემ სხვა შემთხვევაში პირველივე ხელსაყრელ მომენტში თქვენს თავს უბოძებენ თქვენს მტერს, რომ იცოდეთ. და ამ შემთხვევაში თანამშრომლები და რა თქმა უნდა, დამფუძნებელსაც არ უნდა ისეთი მარჯვენა ხელი, თუ არ ვიცი, დამსაქმებელს, რომელიც არავის არ უყვარს თავის კომპანიაში. საბოლოო ჯამში შეიძლება თქვენ დაკარგოთ პოზიციები და სხვებმა შეინარჩუნონ მარტო იმ ერთი მარტივი მაგალითის გამო, რომ ისინი არიან აბსოლუტურ უმრავლესობაში. 24 კანონს არ აქვს საპირისპირო მოსაზრება, რადგან ის გვასწავლის სამეფო კარის თამაშის წესებს და გვინდა ვითამაშებთ და გვინდა არ ვითამაშებთ. უბრალოდ თუ გვინდა რომ გქონდეს წარმატებული კარიერა, რადგან ჩვენ ძირითადად ამ წიგნს კარიერის ჭრილში განვიხილავთ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება მეტნაკლებად ყველა თამაშის წესს თუ გავითავისებთ, რადგან აქ ამ თამაშის წესებში რაც წავიკითხეთ, არ არის არაფერი ამორალური და რაღაცა მიუღებელი, ანუ არის საუბარი იმაზე, რომ წინ წახვიდე ისე, რომ იყო სასიამოვნო ადამიანი, იყო მშრომელი, ერთგული იყო შენი დამსაქმებლის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როგორც ყველა სივრცეს აქვს თავისი ქცევის ეტიკეტი, ისე აქვს კორპორატიულ სამყაროსაც და ვფიქრობ, რომ საჯარო სამსახურებში ძალიან გამოსადეგი წიგნია ძალაუფლების 48 კანონი, თუმცა ჩემი აქცენტი გამოცდილებიდან გამომდინარე არის მაინც კორპორატიულ სამყაროზე და დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ეპიზოდი ნახეთ და ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ Reverse Monday-ის არხი.